ფაუნისტური თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საქართველოს შუაგულში, აჭარა-იმერეთისა და ლიხის ქედის შერწყმის მონაკვეთი, სადაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია დაარსებული. პარკის ტერიტორიაზე მთის ანკარა და ცივნაკადულებში მრავლადაა წინწყლებიანი კალმახი. ეს მტაცებელი თევზი მხოლოდ სუფთა წყალში ბინადრობს. მთიან, ნოტიო ხეობებში ბინადრობენ ჩვენი ფაუნის უნიკალური ამფიბიები, კავკასიური სალამანდრები. ზრდასრული სალამანდრას სიგრძე კუდიანად 17 სანტიმეტრს აღწევს. ეს მეტად ფარული ცხოვრების წესის მქონე ამფიბიაა. იგი 12-15 წლის ასაკში იწყებს გამრავლებას. რამდენიმე ათეულ კვერცხს სალამანდრა საგულდაგულოდ მალავს წყალში ჩაცვენილი ფოთლების ქვეშ. მამრ სალამანდრას კუდის ფუძესთან ზემოთ აშორილი გამონაზარდი აქვს. გვხვდება ბანისხევის, შითახევის და ქვაბისხევის სათავეებში. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სამი სახეობის ტრიტონია წარმოდგენილი. მცირე აზიული ტრიტონი წითელ წიგნშია შეტანილი როგორც ახლო აღმოსავლეთის ენდემი და მცირე რიცხოვანი სახეობა. ზომით 15 სანტიმეტრამდეა. მამრებს გამრავლებისას ულამაზესი შეფერილობა აქვთ. სავარცხლიანი ტრიტონი ზემოდან ყავისფერია. მუცელი ნარინჯისფერი აქვს და მუქი ხალებითაა დაფარული. კავკასიური ჯვრიულა, კავკასიის ენდემია. შავი ფერის ტანი ხორკლებით აქვს დაფარული. თავთან ეს ხორკლები იქსისებურ ნახატს ქმნიან. აქედან მოდის ამ ამფიბიების სახელწოდებაც. გვხვდებიან ტენიან ტყეებში. საკმაოდ იშვიათი სახეობაა და შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში. მცირე აზიული, ანუ მურა ბაყაყი. ახლო აღმოსავლეთის ენდემია. ტყის ბაყაყები მცირე ზომის წყალსატევებში გამრავლების პერიოდში დიდი რაოდენობით იკრიბებიან. ამ დროს მამრები ხმამაღალ ხმებს გამოსცემენ წყვილი რეზონატორების საშუალებით. დაყრილი ქვირითიდან გამოჩეკილი ათასობით თავკომბალა სწრაფად იზრდება და საკმაოდ დიდ ბიომასას ქმნის. პარკის ტერიტორიაზე ორი სახეობის გომბეშოს ვხვდებით. მწვანე გომბეშო 8 სანტიმეტრამდე სიგრძეს აღწევს. კავკასიური გომბეშო კავკასიის ენდემია. იგი საკმაოდ დიდი ზომის ამფიბიაა და სიგრძეში 13-14 სანტიმეტრს აღწევს. გომბეშოები გამრავლებისათვის კარგად გამთბარ წყალსატევებს იყენებენ. მდედრი გომბეშო 10,000-მდე ცალქვირითს ყრის. ეროვნული პარკის ქვეწარმავლების ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. წყალსატევებთან შეიძლება კასპიურ კუს გადავაწყდეთ. ეს ქვეწარმავალი თევზებითა და ამფიბიებით იკვებება. ბოხმეჭა ფართოდ გავრცელებული სახეობაა. კუდიანად მისი ზომა 50 სანტიმეტრია. მდედრი კვერცხებს მუცლით დააყენებს. იგი განათლებული, მაგრამ ნესტიან ადგილებს ატარებს. საკმაოდ დიდი ზომისაა ჩვენი ჰერპეტოფაუნის სხვა უფეხო ხვლიკიც, გველხოკერი. მეტრამდე სხეულის მქონე ეს უწყინარი ხვლიკი შიშის ზარს გაუთვით ცნობიერებელ მნახველს. თუმცა გველხოკერას ისევე როგორც ბოხმეჭას გველებისაგან სხვა ნიშნებთან ერთად მოძრავი ხუთუთოებისა და სასმენი მილის არსებობა განასხვავებს. კავკასიური ჯოჯო დიდი ზომის დაახლოებით 25 სანტიმეტრის სიგრძის ხვლიკია. ძირითადად მტკვრის ხეობაში, გზისპირა ხრიო კლდეებზე ბინადრობს და ნოტიო ადგილებს ერიდება. შედარებით მშრალ ადგილებში ვხვდებით საკმაოდ დიდი ზომის, 35-40 სანტიმეტრამდე სიგრძის, ლამაზად მწვანე ფერად შეფერილ, საშუალო, ანუ სამზოლიან ხვლიკებს. ახალგაზრდა ცხოველებს ზურგზე 3 ღია ფერის ზოლი გასდევთ. მამრებს გამრავლების პერიოდში ყელი ფირუზისფერი უხდებათ. დასავლეთ საქართველოს ენდემია ქართული ხვლიკი. სიგრძით 15 სანტიმეტრს არ აღემატება. შეფერილობა მოყავისფროდან მომწვანომდე მერყეობს. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ენდემია წითელმუცელა ხვლიკი. გავრცელებულია ტყის სარტყელში. ეროვნულ პარკში თითქმის ყველგან მოიპოვება. კლდეებზე და ქვანაშალებზე მრავლად ხვდებით ნაცრისფრად შეფერილ ართვინის ხვლიკებს, რომლებიც კოლონიებით ბინადრობენ. ფართოდაა გავრცელებული უწყინარი გველი ანკარა.
მას სხვა გველებისგან მუქი შეფერილობა და თავის კიდეებში არსებული ყვითელი ან ნარინჯისფერი ლაქები გამოარჩევს. იკვებება ამფიბიებით და მათი თავმოყრით. წენგოსფერი მცურავი 1 მეტრამდე სიგრძის უწყინარი გველია. გვხვდება კლდოვან და ნაშალ ფერდობებზე, ტყისპირებზე. იკვებება ხვლიკებით. ყვითელ მუცელა მცურავი 2 მეტრამდე სიგრძის ლამაზი